შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თურქ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა სამართალდამცვით სფეროში არსებული პარტნიორობა, მისი გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს და ამ კუთხით ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას. სამუშაო შეხვედრისას განხილული იქნა ნარკოდანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები, ასევე განხილული იქნა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და ეგრეთ წოდებულ მწვანე ზოლზე არსებული მდგომარეობა. დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები საქართველოსა და თურქეთის საპოლიციო უწყებებს შორის არსებობს მრავალწლიანი ურთიერთობა და იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ურთიერთობები მომავალში უფრო გაღრმავდება. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობა ამ ურთიერთობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ჩვენს მინისტრებს შორის გასულ თვეს თურქეთში გამართულ შეხვედრაზე მოადგილეებს დაგვევალა ამ თანამშრომლობის გაგრძელება. აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს აქ ვართ, რათა ჩვენი თანამშრომლობის ტექნიკური მხარეები განვიხილო. ჩვენ თანამშრომლობთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს მიერ შემუშავებული მექანიზმებით.